ბავშვებო, იქნებ დღეს რამე გააკეთონ სკოლაში. ხო, როგორც ვიცი, შოუ იქნება აღსანიშნავად. რამე არ ვიცი? დღეს 3 თვე გავიდა. 3 თვე გავიდა იმის შემდეგ, რაც დიანა და კალათბურთელი ერთად არიან. ვაუ, უკვე 3 თვე გავიდა? ამდენი ხანია რაც ერთად არიან? არტემე არ არის დიდი დრო, მე პაწაწინასთან 1 წელია ვარ. ჯული, რა წელი 1 თვე გავიდა და ისედაც ეგეთ ურთიერთობაში არ ვართ. არტემ, პირველიდან ახვისთანავე შემიყვარდი, ჩემი პაწაწინა. და ჩვენ ხან ერთად ვართ ხან არა? ხო, ჩვენ თავისუფალი ურთიერთობა გვაქვს. არ არსებობს თავისუფალი ურთიერთობა, არა პატრი? და მე მაგით რა გავაკეთო? არტემ, ჩვენი ერთად ყოფნის 2 თვე რომ შესრულდება, ნადიმი უნდა მოვაწყოთ მთელი მსოფლიოსთვის. კოსტა, იცი რომ უკვე 3 თვე ერთად არის? ხო, დიმა, მართლა მეგონა რომ 2 კვირა გაძლევდნენ, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა. ღმერთო, მეზისხება ეს კალათბურთელი, ჩემი რეკორდის მოხსნა უნდა. მე და დიანა ერთად 6 თვე ვიყავით. დიმა, შენ არ ინერვიულო, ხო ხედავ როგორი ურთიერთობაც აქვთ, ხან ჩხუბობენ, ხან რიგდებიან, მაქსიმუმ რამდენიმე თვე გაცლო. კოსტა, მაგრამ დღეს ერთად არიან. ხო გესმის ეს ლუზერები, რასაც ამობენ, რაღაც ღონისძიება ექნებათ. გაბრაზებული ვარ. დიმა, დაწყნარდი, შენ ადგილას ეგრე საერთოდ არ გავბრაზდებოდი. დაივიწყე ეს დიანა და კალათბურთელი მთელი ცხოვრება წინ გაქვს. ვიღაც ნორმალურ გოგოს იყო. შენთვის ამის თქმა მარტივია, ურთიერთობაში არ ხარგი ხო მესმის, ჩავშალოთ ეს ღონისძიება და სმაილს ბედნიერება ჩაუშხამოთ. კოსტა, ძლივ, საბოლოოდ გაიგე. მეგონა ჩემი მეგობარი იყავი და არაფერი გესმოდა. ჩვენ ეს წვეულება უნდა ავაფეთ. კარგი დიმა, რაღაცას მოვიფიქრებთ, ახლა ვარჯიშზე წავიდეთ. კოსტა, შეგვიძლია კალათბურთელი გავაკეთოთ. დიმა. მოკლედ გოგოებო, დღეს გაჩვენებთ ახალ ტექნიკას და იანა, იცოდე შენზე მექნება თვალი და არ ეცადო რომ გაახალტურო. კარგი დიანა. ოი, ჩირლიდერებო. უბრალოდ შეხედეთ, დიანა თავისი კალათბურთელის გარეშე. რაღაც გავიგეთ ჩემს შესახებ, ეს თქვენი საქმე არ არის. მე კალათბურთელთან ვიქნები, ფეხბურთელთან ვიქნები, თუ საერთოდ ბოქსერთან ვიქნები. და არც გაბედოთ ჩვენკენ გამოხედვა. ხო, არ დაიღალეთ ამდენი ჭორაობით და გავრცელებით? ნუ დღეს არ იქნება სკოლაში შოუ? იქნებ თარიღი დაავიწყდათ. ან უბრალოდ იჩხუბეს. ხო, ისინი ერთად აღარ არიან. დიანა კალათბურთელთან არ არის. მომისმინეთ და რა მნიშვნელობა აქვს ერთად არიან თუ არ არის? ხო, რაც უნდათ ის გააკეთო, მთავარია ჩვენ არ შეგვეხოთ. სმაილ, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება. ხედავთ ბავშვებო, ხომ გითხარით, კალათბურთელი მოწყენილია, ან ძალიან მაგრად იჩხუბეს, ან კიდევ დაშორდნენ. ხო, მაგრამ მე მეგონა დღეს აღნიშნავდნენ და შოუ იქნებოდა. ახლა ჩემი ეზოს მეგობრებს რა უნდა ვუთხრა, აღარ მექნება საჭორაო. ჯიჯი, შენ მხოლოდ ჭორაობა გიყვარს. დიანა, გითხარი რას გეგმავ? მოკლედ გოგოებო, რაღაც დავგეგმე სმაილისთვის და ძალიან რომანტიკულია. იმას არ დავგეგმავს, მაგრამ შენ დაგეგმე? კარგით რა გოგოებო, უნდა გაიგოთ, 3 თვე გავიდა უკვე, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია დღეს. და დიანა, დღევანდელი თარიღი მან მოგილოცა? არა, არ მოულოცავს. 100%-ით დაავიწყდა, მაგრამ დიანა ბიჭებს ეპატიებათ, იმიტომ რომ ყოველთვის ავიწყდებათ თარიღები. მართალია ბროლასტი სულ ავიწყდება ყველაფერი. გოგოებო, მთავარი არ არის რომ მას ახსოვდეს, მთავარია მე მახსოვს და დღეს მაინც მოვუწყობ სიურპრიზს. გვიხარი. გოგოებო, დამშვიდდით. დიანა ამ ყველაფერს მეტყვის მხოლოდ მე. რატომ? იმიტომ რომ მისი საუკეთესო მეგობარი ვარ. გოგოებო, ყველაფერს ხვალ გეტყვით, ახლა საიდუმლოა. დიანა, ხარი. ხო, მიდი რა. გოგოებო, ყველაფერს ხვალ გაიგებთ. თან ახლა ვარჯიშის დროა. კარგი სმაილ, არ გაბრაზდე. ხო, ბრაუს, მხოლოდ 3 თვის მოლოცვა დაავიწყდა. აბა შენ რა გეგონა? რა ვიცი, ჩემ მესიჯებსაც არ კითხულობს. სმაილ, ეგ რატო გადაწყვიტე? წაიკითხავს და მერე გიპასუხებს. ხო, მიპასუხებს, ტელეფონსაც აღარ იხებს. იქნებ დიანას ჩემთან ყოფნა აღარ წუ. ისე დღევანდელი დღისთვის საჩუქარი მაინც მოუმზადე. არა ბრაუს, ფული ვისთვის უნდა დავხარჯო. მესიჯებსაც არ ნახულობს, ტელეფონსაც არ იხებს. ახლა რო დაგირეკოს და საჩუქარი არ გქონდეს რას იზო. ბრაუს, არ დამირეკავს. ხო ხედავ, ჩემი მესიჯებიც არ აქვს ნანახი. და ახლა ვინ რეკავს? დიანა. სმაილ, მიდი, მალე უპასუხე. გამარჯობა. დიმა, დადი ხარ და ეცემი. ხტუნაობა როგორ უნდა დაგავიწყდა? ოსტა, არა, სასაცილო, მუხლები ძალიან მტკივა, ჩუმად იყავ. ხო, დიანა, მადლობა, მეც რა თქმა უნდა გილოცავ. მეგონა რომ საერთოდ დაგავიწყდა ეს დღე. ჯანდაბო, ახლა რას გააკეთებ? საჩუქარი წარმოგიმზადები? კოსტა, ეს გაიგონე? კი, მართლა, საჩუქარი ჩემთვის? ვა, რა საჩუქარი? მოიცადე. კარგი, აბა კარგად, სკოლის მერე სახლში ერთად წავიდეთ. სმაილ, რაო, აბა როგორი საჩუქარი? არ ვიცი, უბრალოდ მითხრა რომ ჩემთვის საჩუქარი აქვს და მომცემს. მე რა უნდა გავაკეთო? არ მაქვს საჩუქარი. სმაილ, არაა პრობლემა, დეიდა ჩემი ვალენტინების მაღაზიაში მუშაობს, ეს შეყვარებულების მაღაზია. კარგი, მაშინ დიანას ბაჭიები მოწონს, მან ფუმფულა ბაჭიები იქნება? გამარჯობა, ხო, დეიდა მარინა, უბრალოდ გირეკავ, ჩემს მეგობარს ფუმფულა სათამაშო ჭირდება. ბროვასტი, ბაჭია, დიდი ფუმფულა ბაჭია. კარგი, დიდი ბაჭიები არის?
არა, დიდები არა, მაგრამ პატარი ხო, მიდი, კარგი, მაშინ სათამაშო სკოლამდე ტაგს გამოატანე. ვაუ, ბროუს, შენს გარეშე რას გავაკეთებდი? მადლობა. არ იცი რას გააკეთებდი? ახლა საჩუქრის გარეშე შეიქნებოდი. დიმა, გაიგონე, დიანას სმაილისთვის სიურპრიზია. ხო, გავიგონე და მე დიანას სახლში წავლენ, რო აღნიშნო. დარწმუნებული ვარ, სმაილი და დიანა დაშორდნენ. არა მგონია დაშორებულიყვნენ. შეწყვეტეთ კამათი, ამას თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, დაშორდნენ თუ არა? არ მისმის, ასე რატო ყვირი ხართ? არ უყვირი ვართ, დიანა და სმაილი კი დაშორდნენ. ხო, სამი თვეა ერთად არიან, მაგრამ დღეს ცალ-ცალკე მოვიდნენ სკოლაში. თან დიანა მოწყენილი იყო ჩირლიდერებთან ერთად და ბროასტი და სმაილი კი წარიყვნენ კარქასიაძე. ო, უხასიათოდ, კარგად გავიგონეთ დიანამ როგორ დაურეკა. უთხრა რომ მისთვის საჩუქარი აქვს გამზადებული და სკოლის მერე ერთად მიდიან. ვა, საინტერესოა დიანამ რა საჩუქარი გაუმზადა. ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, როგორი საჩუქარი გაუმზადა? მეგობრებო, ასეთი იდეა მაქვს. სკოლის მერე დიანას სახლში მივდივართ და წვეულებას ვაფუჭებთ. Yes! ანუ ჯერ ჩვენ უნდა მივიდეთ. ხო, რომ გავიგოთ რა სიურპრიზი მოუმზადა დიანამ სმაილს. მოდით გამოვიცნობ, რადგან დიანამ მოუმზადა სმაილს. მაგარი სიურპრიზი, ესე იგი რამე რომანტიულია. ხო, ძალიან რომანტიული, რადგან სიურპრიზი დიანას სახლში ელოდებ. მეგობრებო, ესე იგი ვინაა ჩვენთან? ჩვენ ყველა! ვალა! დიანა, საიდან გაქვს შენ გასაღები? გოგოებო, დაგავიწყდეთ რომ კიდევ დიანასთან ცხოვრობ, ამიტომაც მაქვს. Yana, ამაზე რომ დიანამ გაიგოს, თქვენი მეგობრობა დამთავრდება. როგორ გაიგებს? ჯერ დავიმალებით, შემდეგ გავიპარებით და მე დავბრუნდები ვითომც არაფერი. გოგოებო და დიანა ძალიან კარგად მოემზადა. ეს ყველაფერი თავისი სმაილიკისთვის. კარგით, ჩქარ დავემალოთ, მოდიან უკვე. წავიდეთ. გოგოებო, ტორტი. მოდი ცოტა ავიღოთ რა. ნასტია, რა ტორტი დაიმალე ფარდის უკან. გოგოებო, ჩვენი ფორმები ისეთი ნათელია, რომ დაგვინახავენ. ნასტია, ვერ დაგვინახავენ, ერთხელ ვემალებოდი დიანას და ვერ დამინახა. კარგით, გაჩუმდით. შეხედეთ, კარიბის დაკეტვაც დაავიწყდა. მხოლოდ მის სმაილზე ფიქრობს. შეხედეთ, მისთვის რამდენი რაღაც გაამზადდა, ჩემთვის არაფერს არ აკეთებდა. კარგი დიმა, დაწყნარდი, საინტერესოა, შემდეგ რა მოხდება. ბავშვებო, დარწმუნებული ხართ, რომ აქ არავინაა? მეშინია რომ დაგვიჭერენ და რამე მოხდება. კარგით, აქ არავინაა. ბავშვებო, სად დავიმალებით? ძალიან ბევრი ვართ. სად? ფარდის უკან მე იქეთ წავალ. ჯანდაბა яна, ყველა სკოლელს დაუძახე? გოგოებო, არ ვიცოდი რომ აქ იქნებოდნენ. საშინელი სიტუაციაა, მთავარია ახლა არ დაგვინახონ. პატრიკ, ასე ახლოს შენთან არასდროს მჯდა. მარუსა, დაწყნარდი, იცოდე ჯიჯი თუ გაიგონებს, დაგერხევა. დიმა და ჩვენ აქ რა უნდა გავაკეთოთ? კოსტა, მე მათთვის რომანტიკას ჩავშლი. ეს ზაღლები ახლა ჩაგვიშვები. ყველაფერი კარგად იქნება, მიცნობენ. ბონია, ტედი, ჩუმად. ბავშვებო, იქნებ გაიწიოთ, დიდი ადგილი არ მაქვს. ჯიჯი, აქ მარტო არ ხარ. ბავშვებო, უგრძნობ რომ ვიღაცა ჩემთვის ახლოს სუნთქავს. ჯული, უბრალოდ ვერ ხარ კარგად და რაღაცეები გეჩვენება. კარგი, მორჩით, ჩუმად. კარგი, იმედია აქ სმაილი არ დამინახავს. ვა, როგორი სანთლებია. გოგოებო, ბროვასტის აქ რა დაიკარგა, რატომ არის აქ? დი, იქნებ დიანამ დაპატიჟა რომანტიულ ვახშამზე. ლეილა, რას იძახი? ხო, რავი, უცნაურია ბროვასტის აქ ყოფნა. კარგი, ვერავინ დამინახა. აქ დავიმალები, ნამცხვართან ახლოს. ხილად შედი, სახლში ვართ. დიანა, რა სიურპრიზი, რა სამზადებდი? სმაილი, აქ დარჩი ცოტა ხანი, კარგი და დაგიძახებ მალე. ხო, ძალიან ამახელვებელია. სმაილ, არ გამოიჭყიტო, თორემ გაფუჭდება სიურპრიზი. დიანა, კიდევ რამდენი ხანი? 1 წუთიც, ჯერ არ გაახილო. მაინტერესებს, ნეტა ახლა რა მოხდება? ჩაიკუზე რომ არ დაგინახონ. კოსტა, ხო გითხარი, სმაილი აქ მოიყვანა და ახლა თვალები დახუჭული აქვს. დიანა, ჩემი არსებობა დაგავიწყდა? არა, სმაილ, ყველაფერი მზად არის. ახლა ფრთხილად შევდივართ ოთახში. ვაუ, გზნობ რაღაც სითბოს. მენდე სმაილ სიარულისას და ნელაიარე. და ისინი აქ რას აკეთებენ? ჯიჯი, გაჩუმდი იმას, რასაც შენ აკეთებ აქ. ხო, ამიტომ ჩუმად, თორე დაგვინახავენ. ჯანდაბა, ამ ჩირლიდერებმა უკვე გამომიჭირეს. ო, ნამდვილი ბუზები ვითარია. კარგი, სმაილ, სამ თვალზე თვალები გაახილე, კარგი? 1, 2, 3. დიანა, ეს ყველაფერი ჩემთვისაა? არა, სმაილ, ჩვენთვის. დღეს გავიდა 3 თვე, რაც ერთად ვართ. ამიტომ შენთვის საჩუქარი მაქვს. აი, ეს ცხენი, იმედია მოგწონს და ჩემზე იფიქრებ, როცა შეხედავ.
ვა, ეს საოცარია. ისე მეც მომამზადე შენთვის საჩუქარი. მართლა, ანუ არ დაგვიწყებია დღევანდელი თარიღი. მე არაფერი არ დამავიწყდება. ნეტა მთელი ნამცხვარი არ შეჭამონ, ვიცი რომ სმაილს ყოველთვის შია. სმაილ, კურდღელია, რა საყვარელია, როგორ იცოდი რომ ბაჭიები ძალიან მიყვარს. დიანა, ეს შენ თვითონაც ახსენე. სმაილ, ნახე რა საყვარლები არიან, როგორც მე და შენ. ასევე ტორტი გამოგიცხე შოკოლადის, იმიტომ რომ ვიცი რომ შენი საყვარელია. კარგი კოსტა, მოქმედების დრო. მოდი, რომანტიკა გავაკროთ. აბა, წავედით. ახლა სიურპრიზი მოვაწყოთ. კი ბატონო, წავედით. დიანა, შენ საუკეთესო ხარ. არა, სმაილ, შენ ხარ საუკეთესო. სიურპრიზი. აბა, გილოცავთ სამ თვეს და თქვენს ურთიერთობას. დიანა, რა ხდება, ეს რა არის? სმაილ, ეს ჩემი იდეა არ იყო, აქ რას აკეთებთ? ჰეი, ჯერ მე დავამთავრებ მაგ ნამცხვარს. როვასტი, შენ რატომ მოხვედი აქ? ბავშვებო, სერიოზულად, ძლივ შევქმენი ეს რომანტიკული გარემო და თქვენ ანადგურებთ. შეიძლება მე შეუბერო სულის ანთლებს? ჯიჯი, შენი დაბადების დღე არ არის. დიანა, არ გინდა მაგიდაზე მიგვიწვიო, ჩაი დაგვისხა, ერთად აღვნიშ, ხო, ჩვენ ამდენი ხანია გელოდებით, უკვე მოგშვივდა. ოე, რატო არ გამოხვიცეთ? კარგით, აბა სად დავიმალო? უკვე ყველაფერი გამოვტოვე? ახლა ყველა მომისმინეთ, მინდა რომ წახვიდეთ აქედან, ყველანი და იანა, შენ რატო ხარ აქ? დიანა, ჩვენ მისმინეთ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და საუკეთესო მეგობრები საბოტაჟს არ ცდილობენ. იანა, არ ველოდი ამას. სმაილ, მე მათთან ერთად არ მოვედი, მარტო მოვედი, უბრალოდ ნამცხვრის ჭამა მინდოდა. როვასტი, უკვე მომბეზდა, ყოველთვის მშიერი ხარ. აბა, სად არიან? კარგი, დამშვიდდი, ალბათ უბრალოდ აგვიანებენ. კნოპა, რა უბრალოდ აგვიანებენ? ასე უბრალოდ აგვიანებენ ყოველ დღე. ეს იანა, ალბათ რაღაცას აფუჭებენ. კარგი, ნუ ყვირი ხარ, მოვლენ ალბათ მალე. როგორც კი მოვლენ, აქ საშინელება დატრიალდება. კი, ლეილა, ვიცი რომ დავაგვიანეთ, შეგიძლია ლექცია აღარ ჩაგვიტარო და შენც, კნოპა. არა, ვიყვირებთ. ლეილა, უნდა დამშვიდდე, დაიმახსოვრე რომ მე ვარ კაპიტანი და მეც შემიძლია ვიყვირო თუ მინდა. ხო და გოგოებო, იცოდეთ, მწვრთნელს უნდა მოატყუოთ, უნდა უთხრეთ რომ დროზე მოვედით. რას გულისხმობთ, რა მოტყუება? გოგოებო, იმედები გაგვიცრუეთ. და თუ მწვრთნელი მიხვდა რომ ვიტყუებით, მერე რა უნდა გავაკეთოთ? მისმინეთ გოგოებო, თუ საიდუმლოდ შეინახავთ, ვერ მიხვდება, თუ ამას გააკეთებთ, ვერ გაიგებს რომ ვიტყუებით. ხო, თან ლეილა და კნოპა მწვრთნელის წინააღმდეგ თქვენი მხარე არასდროს დაგვიჭერია? ზუსტად, ამიტომ დღეს ჩვენ გარე შეივარჯიშეთ. გოგოებო, თქვენი უარი არ მიიღება. ხო, გოგოებო, დარწმუნდით რომ ვერ გაიგებს სიმართლეს. გოგოებო, და იქნებ ვითხრათ, სად მიდიხართ? ხო, და საერთოდ რა მოხდა? ო, ვაუ, გჯერა რომ ჩვენ მეგობრებს ჩვენი ყველა ნაბიჯი აინტერესებთ? მოკლედ გოგოებო, შარში ვართ, როგორც ყოველთვის. მართალია, თითქმის ყოველ დღე ეგრე ხდება და დღეს რაღა მოხდა? თუ ასე ძალიან გაინტერესებთ, ორივემ შეყვარებულებს ვაჩხუბეთ. ხო, არასწორები ვიყავით და როგორღაც მოხდა. მართალია და ნამდვილად ჩვენი ბრალია. სიმართლე რომ გითხრათ, რატომღაც არ მიკვირს. ხო, ამ ბოლო დროს კალათბურთელები მეწოდებიან. ხო და ახლა რადგან იცით რა ხდება, ჩვენ უნდა წავიდეთ და მოვაგვაროთ ეს ყველაფერი. კი, მართალია და ერთი იდეა მოვიფიქრეთ. ტატუები უნდა დავიხატოთ. ხო, მე სმაილს დავიწერ იანა ბროვასტის. გოგოებო, სერიოზულად და ხვალ თუ დაშორდებით, მერე რა უნდა გააკეთოთ? ხო, თან ტატუს მოშორება ძალიან მტკივნეულია, თან შრამს ტოვებს. გოგოებო, მაგ თემაზე განათლება არ გჭირდება, მართლა ფიქრობთ რომ არ ვიცით? ხო, Google-ში მოვძებნეთ და ყველაფერი გავიგეთ ამ მტკივნეულ მოშორებაზე, ამიტომ რატომ გონიათ რომ დავშორდებით, დავქორწინდებით? ზუსტად, კარგით გოგოებო, აღარ გინდათ მეტი, შეწყვიდეთ ამის თქმა, თუ მწვრთნელი მოვა დაგიცავთ. შეგიძლიათ წახვიდეთ, მაგრამ მართლა არ მესმის. ოღონ წარმოიდგინეთ, დიანას აქვს სმაილი და იანას ბროვასტი. გოგოებო, გთხოვთ, მკერდზე კი არ ვაპირებთ, მთლიანად. მოკლედ, წავედით. კარგი, ამათ თავში მართლა არაფერი არ შედის. ხო, ნამდვილად, მარტო კალათბურთელები ადარდებთ. 1 2 3 დიანა, უბრალოდ წარმოიდგინე ბროვასტის სახეს ჩემს ხელზე რომ დაინახავს ბროვასტი. ვაიმე, იანა, ხო, და სმაილს როგორ გაუხარდება, ხო, მიცი რომანტიკოსია მაინც. ისე, ბავშვებო, მე არ ვეთანხმები ჩვენს ვიცე-პრეზიდენტს. დაგვაკიდებინა ეს ქურთუკები და ახლა ვერ გაგვიგია რომელი ვისია. ხო, ვიღაცა მაურია და ჩვენ უნდა ვალაგოთ. და გოგოებო, არ მესმის რა უნდა ჩვენგან, 2 კვირა დარჩა ისედაც. საფულის არდადეგები, გოგოებო, გამოსაშვების კაბები უკვე იყიდეთ, ჩემი ლურჯი კოსტუმი უკვე მზადაა.
არა, არ გვიყიდია, მაგრამ ბიჭებო, მგონი დროა რომ თქვენ დაიწყოთ ჩვენთვის ყიდვა კაბების. ვა, ჯიჯი, უყურე ამას? ხო, იოცნებით. ჯერ ამისთვის ადრია. ხო, კაბები მშობლე მაგიყიდო. კოსტა შეხვედი გაცნობის საიტზე. ხო, შევედი. მე ჩვენთვის გოგო იპოვე? ვერ ვიპოვე. აბა ახლა რა გავაკეთ? რავი, შენ თუ 400 კილოიანი გოგო გინდა, მაშინ მზად ხარ. კოსტა 400 კილოიანში რას გულისხმობ? რა და ფოტოებში გამხდრები ჩანა და სინამდვილეში ამხელა არიან. ჯანდაბა, ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ამოსაშვები უნდა გამოვტოვოთ. კოსტა, გაგიჟდი, მინდა რომ ყველაზე მაგარი შეყვარებული მყავდეს, რომ დიანას შეშურდეს. დიმა, ბებიაშენის მეგობარს ხო ყავს შვილიშვილი მარინა. კოსტა, თმიანი მეჭეჭი რო აქვს, მაგაზე ლაპარაკო. დიმა, მისი მეჭეჭი არაა პრობლემა, მაკიაჟით მარტივად დაიფარება. ღმერთო ჩემო, ძალიან მიხარია, ხო გაოცებული იქნება. ჩირლიდერებო, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ ტანსაცმელებში? ხო, თქვენი ქურთუკები აქ არ კიდია? ზუსტად, ჩირლიდერებო, თან მე მგონი მარტო ჩვენ არ ვართ, ხო? პასუხისმგებლები, მოდით და აიღეთ. იანა, რაო, რა უნდათ? გოგოებო, ჩვენ ქურთუკებს არ ვიცვამთ. ხო, ზუსტად. არ მაინტერესებს, მოდით და დაგვეხმარეთ დალაგებაში. თან ახლა ვარჯიში გაქვთ, სად მიდიხარ? ჩვენ შეგვიძლია რო გიღალატოთ. კოსტა, ჩირლიდერები ვარჯიშს აცდენენ, არ გინდა ჩვენც გავაცდინოთ. და რის გამო? იმიტომ რომ ისინი ორი არიან და ჩვენც ორი ვართ. იქნებ დავგვთანხმდეთ. დიმა, დაწნარდი. ბიჭებო, ტვინში უჯრედები აღარ შეგრჩათ. არც თქვენ მეგობრებს, რომლებიც განსხვავებას ვერ ხედავენ ჟაკეტსა და ქურთუკს შორის. არ გაგვებრაზოთ, თორემ თქვენი ყველაზე საშიში კოშმარები ვიქნები. ჩვენი შეყვარებულები მოვლენ და გცემენ, გაიგეთ? თუ ჩვენ შეყვარებულებს ნახავთ, არ უთხრათ რომ წავედით, სიურპრიზს ვუგეგმავთ. ბიჭებო, რას გახართ, დაგვეხმარეთ. ხო, თორემ თქვენთან ერთად აღარ წამოვალთ გამოსაშვებზე. კარგი კოსტა, ესენი დაივიწყე. მეორე სართულზე ლეილა და კნოპა არის. დიმა, უკვე 100 ჯერ გითხრეს უარი. კიდევ ერთხელ გინდა? ხო, მინდა. კარგი, მაშინ წამოდი. ფეხბურთელებო, დაგვეხმარეთ ქურთუკებზე. ჩვენ პიჯაკის გამყიდვლები არ ვართ. ხო, არ ვართ. აი ახლა დავაგაგუნებ, მართლა დავაგაგუნებ. პატრიკ და რასიზამ, უკვე წავიდნენ. რა, მართლა? ღმერთო, პატრიკ, რა გჭირს, დაიკარგე? არტემ, ეს შენი არ არის? მარუსა, ეს მერვე კლასში დავკარგე. 3 4 3 4 3 4 ბიჭებო, რა საკეთებთ? რაზე უნდა გველაპარაკოთ? ხო, ვარჯიში ჩაგვიშალეთ, გაიგეთ? გოგოებო, სერიოზული რაღაც უნდა განვიხილოთ. ხო, გამოსაშვებისთვის მეწყვილეები გვჭირდება. და ჩვენ როგორ დაგეხმაროთ? ჩვენ თქვენნაირ გამختار და ლამაზ გოგოებს ვეძებ. ხო, გაცნობის საიტებზე მხოლოდ 400 კილოიანები გვხვდებიან. ანუ? არა. ლეილა, რატო არა? ჩვენც არ ყავს ბიჭები რომ გამოსაშვებზე წავიდეთ. მერე რა აკნობა, ვივარჯიშოთ. ჯანდაბა, თითქმის კითხვეს. მეორედ უნდა ვცადოთ. დიმა, არა, გეშლება 100 მეორედ. 1 2 3 4 გადით აქედან! თუ მწვრთნელს დავუძახოთ. 3 4 კარგი, მოდი 5-ს არ დავიძახებთ. მივდივართ. ცარიელია. კარგი, წავიდეთ, სანამ მარტოები ვართ. დიანა, ეს ყველაფერი პირველებმა კალათბურთელებმა უნდა ნახონ. ხო, რა თქმა უნდა, მაგისთვის გავაკეთეთ. ნახეთ, ვინ არის? ჩირლიდერები დაბრუნდნენ. ხო, აქ თქვენი ორი ქურთუკია. რატომ არ წაიღეთ თქვენთან ერთად? მათ რა დაემართათ? ბავშვებო, რაზე ლაპარაკობთ? ჩვენი ქურთუკები სახლშია. თმიანები გახდნენ თუ რა ხდება? ნუ გვაშტერდებით და გითხარით თუ გინახავთ ჩვენი კალათბურთელები. ბროვას ტინახეთ? ტატუები გაიკეთეთ? მე მგონი 100 ტატუ აქვს სმაილი. ხო, და იანას მე მგონი 200 ტატუ აქვს ბროვას ტიაწერია. თავისი შეყვარებულები როგორ უყვართ? თქვენი საქმე არ არის. ღმერთო, ამათი თვალები დაინახე? ვერ ვითმენ, მათი რეაქცია ძალიან მაგარი იქნება. ხო, ყველაფერს გვაპატიებენ. ფეხბურთელებო, გაიწიეთ. რას უყურებთ? თქვენი სახელები არ არის. დიმა, თვალები დამახუჭი. მორჩა, კოსტა, დიანა ერთხელ და სამუდამოდ დავკარგი. დიმა, ტატუები არასდროს მოშორდება. კოსტა, შეხედე, ასევე სიტყვა სმაილი. ფეხბურთელებო, რა გჭირთ? გაგვატარეთ, ჩვენი შეყვარებულები უნდა ვნახოთ. დიანა, სმაილში ასეთი რამ მოგეწონა, რომ მთელი სხეული მისი სახელით დაიფარე. იანა, შენი მშობლები დღეს აუცილებლად მოგკლავენ. მისმინეთ ბიჭებო, თქვენ საქმეს მიხედეთ, კარგი? კარგი. არა, კოსტა, ეს დასასრულია. სმაილის სახელით სავსე დიანა არ მჭირდება. ხო, შეეშვი, მათ ერთმანეთი უყვართ. ეს სიყვარულია. სმაილ. ლეილა, უნდა დავთანხმებოდით. ჩვენ არ ყავს ბიჭები გამოსაშვებისთვის. კნოპა დამშვიდი 2 კვირა ამანამდე ვინმეს ვიპოვით.
გოგოებო, დავბრუნდით, სად არიან კალათბურთელები? ხო, და მწვრთნელიც სად არის? აქ კალათბურთელები არც იყვნენ. ხო, გოგოებო, რა გჭირთ? მოგწონთ 100 ტატუ მაქვს ხელზე მისი სახელით სმაილი. და მე გადავწყვიტე ცოტა მეტი 150. გოგოებო, გაგიჟდით? ჩრილდერების გუნდიდან გაგაგდებენ. ხო, მე მგონი მართლა დაკარგეს ჭკუა. გოგოებო, არაფერი გესმით. ბიჭები ალბათ გასახდელში არიან, წავედით. უკვე წარმომიდგენია იმათი რეაქცია. ხო, ალბათ ძალიან გაუხარდებათ. კი, ძალიან. სად არიან? პროვასტი, გვაპატიებ! გოგოებო, რა მოხდა? პროვასტი, ეს სიმბოლოა ჩვენი შერიგების, ყველაფერი შენთვისაა. მთელი სხეული სიტყვა წამწამებით რატო დაიფარა? იანა, მგონი თავში აუარდა. არა, დიანა, არა ვარდნია. პროვასტი, ეს წარბიკი არა, პროვასტია, ტატუებია. რა, ეს რატო გააკეთე? რა, პროვასტი, არ მოგწონს? დამშვიდი, იანა, სმაილი სად არის? და შენც იგივე გააკეთე? პროვასტი, სულელურ კითხვებს ნუ მისვამ, სმაილი სად არის? დიანა, ის ცუდადაა და სახლშია. შენთვის დამავალა, მე თქვა, რომ შეგიძლია ესტუმრო. მოიცადე, ანუ არ ვჩხუბობდით და ისევ ერთად ვართ? დიანა, არ ვიცი შენ და სმაილი დაშორდით თუ რა მოხდა, მაგრამ იანა, შენ მაიმუნს გავხარ. არ მინდა შენთან ურთიერთობა, წადი და მოიშორე. არა, იანა, ეს შეცდომა იყო, საერთოდ არ შეუყვარდა შენი ტატუები. დიანა, რა შეუყვარდა, არც კი მოეწონა. ვაიმე, იანა, ახლა რა გავაკეთო? გამოდის რომ სმაილთან არ ვჩხუბობდი და ისევ ერთად ვართ. რატომ გავიკეთე ეს ტატუები? დიანა, ახლა რა გავაკეთოთ? არ ვიცი, იანა.